ჩემი ხმა ჯო კოულს, იმიტომ რომ ერთ რამს აცილებით თვალსასეირო იყო ის გოლი კოულისგან, ვიდრე რა თქვი? თვალსასეირო. რა თვალსასეირო, რა სიტყვა, მართლა რა სიტყვა გაზრი. თვალსასეირო, ბიჭო, არ გაიგია თუ რა. არა, ანუ მივხვდი. არა, აი ქართულის გაკვეთილზე არ მზარ ხარ შეჭი. რომელია მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო გოლი? სულ არის 2720 ვარიანტი და დღეს ჩვენ აქედან საუკეთესოს ავარჩევთ. ოღონდ ჩვენ ავარჩიეთ 32 ერთი წესით, თვითონ მსოფლიო ჩემპიონატიდან მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 3 გოლი. რადგან გასაგები მიზეზების და გამო მხოლოდ 1958 წლიდან იქნება კადრები ამოღებული. ნუ აი ეს არ ვიცი რა. ანუ მე იქამდე რაც ვნახე, ეს არის დანაშაული. ფიზიკურად ფეხბურთი არ იყო იმ დონეზე, რომ ლამაზი გოლი გასულიყო. ანუ ჯერ რითი თამაშობენ სამზარეულოს ფარტიკებში. უბრალოდ არ იყო იმ დონეზე ფეხბურთი, რომ რამე ამოგებოდა. ეგეც არის და თან კადრები ვნახე, არ ვიცი, ის 1930-ის განსაკუთრებით, ანუ გოლი არც იყო. რეპორტაჟი იყო გადაღებული რაღაცა იქ ტრიბუნები ჩანს. ანუ არ არის და რაღაცა გეგონება მწვრთნელის point of view-ა გადაღებული გოლი ამ მომენტში გავიდა ვერ დავამუღამედა. რავი, ნუ შემოგვედავებით, რატო არ არის ურუგვაი არგენტინის 30 წლის კადრები. ხო, გოლებს ავარჩევთ წმინდად სილამაზით, ანუ კონტექსტს არ გავითვალისწინებთ. უბრალოდ რომელიც უკეთესი გოლია, როგორც გოლი, იმას ავარჩევთ. დანარჩენი ყველაფერი გასაგებია და შეგვიძლია უკვე დავუწყოთ. ხო. პირველი წყვილი არის იოახიმ სტრაიხის გოლი ავსტრალიასთან 1974 წელს და დეივიდ პლატის გოლი ბელგიასთან 1990 წელს. პირველ ეტაპზე თითო-თითოჯერ ვნახავთ გოლებს, მაინც ეს არის სტრაიხის გოლი. ანუ იქ კარგად მოატყუეს, მე ამანას კარგად იარა, გაცდა მარცხენა ფლანგზე მცველს კარგად და ეს ხა კონტრიანში. მეჭტავი. კი, გოლი კარგი იყო ნამდვილად. ეს არის დეივიდ პლატის გოლი. ასე ჩაუწოდეს და ეს ბრუნჩი გაიტანა. მგონი სტრაიხი არის კაცილებით სტრაიხი. ეს კი კაია, ეხლა ნუ ჩაუწოდეს და ტექნიკურად დაარტყა, მაგრამ ანუ სტრაიხთან ჯერ შეტევაც კაი იყო, იმანის მოატყო ფანცი და მე რამას ჩაუწოდა ნახევარ მაკრატელაში ცხრიანით რა. მე პლატი უფრო მომწონს, იმიტომ რომ ანუ დატრიალდა რა, ანუ რაღაც ძალიან რთულად დაარტყა, საკმაოდ რთული ეს მაღლიდან დაარტყა მაგისი. ტექნიკურად ის უფრო რთული შესასრულებელია რა. ხო, და ზუსტად ტექნიკურობაზე ვამბობ, ეხლა ეგრე ანუ სიჩქარით ზევიდან მომავალი ბურთი და ზუსტად მოგაჯდეს ფეხზე და ცხრიანში გაიტანოთ, ან აი ეგ უფრო ლამაზია. აი ეხლა შენ რაც ილაპარაკე, აი ზუსტად მოგაჯდეს ფეხი და ტექნიკურობა, აი აქაც არის, იმიტომ ზუსტად მოვაჯდა, ანუ ისე რაღაცნაირად დაარტყა, რომ რა. კაი, მე მაინც სტრაიხს აძლევ შენ. კი. მე დეივიდ პლატს და რადგან სქიზმა მოხდა ჩვენ შორის, იდუმალი წამყვანი გადაწყვეტს თავისი ხმა. ჩემი ხმა იოახიმ სტრაიხს. კი ბატონო. სტრაიხი გავიდა შემდეგ ეტაპს. შემდეგი გოლების წყვილი არის პელეს გოლი შვედეთთან 1958 წლის ფინალში, ხო? და ესაა პირველი ჩემპიონი, სადაც რამის გარჩევა შეიძლება. ხო, და ანუ შესაბამისად პირველი და ერთადერთი გოლი არის ეს 1958-დან და პროსინეცკის გოლი იამაიკასთან 1998-ში. ჯერ ნახოთ პელეს გოლი, გავხსენოთ მაინც. აქ ანუ კარგად გადაუგდო და მე ვოლიზე პირდაპირ დაამატა. ეს არის პროსინეცკის გოლი. კაი, რთულია. რა რთულია, ანუ აშკარად, ანუ ხო თქვი აქ კონტექსტ არ აქვს მნიშვნელობა. ახან პელეა არ ნიშნავს რომ და რადგან ფინალია ეს და 17 წლის არის, მაინც არა. არაფერი. უბრალოდ გოლით უნდა გადავწყვეტოთ. აი, მარტო ეს მომენტი რო ატყუებს, არის ულამაზესი. და მე რა მაგრა გადაუგდო თავზე, ან ძალიან მაგარი გოლი. არა, ხო, კონკრეტულად სილამაზით პროსინეცკის გოლი გაცილებით კარგია. მაგრამ უნდა ითქვას უბრალოდ რომ პელეს აქვს ეს გოლი გატანილი 17 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. კი ბატონო. შემდეგი წყვილი არის ორივე 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან რონალდინიოს გოლი ინგლისთან და ედმილსონის გოლი კოსტა-რიკასთან. ეს არის ედმილსონის გოლი. ჩააწოდეს და ნუ ძალიან მაგარი დაარტყა. რონალდინიოს გოლი, ცნობილი ჯარიმა ინგლისთან. რონალდინიოს გოლი ესე ძალიან რთული გოლია. ორივე გოლი ძალიან კაია. ორივე გოლი ბრაზილიელისაა, ორივე 2002 წლის. აუ, როგორ უნდა არჩიო ახლა. იგი იყო ისეთი გოლი, რომ აი წამი უნდა დაიჭირო
ხო, რომ ზუსტად ისე ძალიან მოარტყა რთული. ფეხი ბურთს, რომ გოლი გავიდეს იდეალურად რა. მიუხედავად იმისა, რომ რონალდინიოსნაირი ჯარიმებიც არ არის ეგეთი ხშირი ფეხბურთში. ედმილსონის გოლი გასწრებთ რომ შთამბეჭდავია სიხშირის მხრივაც და სანახაობრივადაც. ხო, მაგრამ ნახე, ესე ჩაახვია, ძალიან მაგარია რონალდინიოს ჯარიმა. კაი, შენ ედმილსონს აძლევ მე ხმას, მას გონია მე ედმილსონს რონალდინიოს აძლევ. ვაძლევ ხმას და მოდი გადაწყვიტოს ჩვენმა წამყვანმა. ხმა ედმილსონს რა თქმა უნდა. ედმილსონს, რატო? სიმენის შეცდომის გაშვებული გოლი უფრო მგონია, აჰა. რონალდინიოს 20-ობა. ხო, ეგეც არის, ანუ იქ ხო, მეკარის შეცდომა ეგ უფრო არის, ვერ ვიდრე რონალდინიოს ტექნიკური შესრულების დამსახურება. კი ბატონო, კაი, ეხა უკვე გეთანხმებით? კი ბატონო. შეცდომა იყოს სიმენის საკმაოდ. გადის ედმილსონი გავიდა შემდეგ ეტაპზე. შემდეგი წყვილი არის ასეთი. მარადონას გოლი ინგლისთან 1986 წელს და ის ცნობილი გოლი მე ხეტაფესთან გაქვს და ანკარა მესი გოლი. და მეორე არის ჰაჯის გოლი კოლუმბიასთან 1994 წელს. ნუ მარადონას გოლი გასაგებია, ყველას გვაქვს ნანახი, მაგრამ ერთხელ კიდევ უყუროთ, არ გვაწყენს. ის ცნობილი გოლი. ძალიან მაგარი გოლი ნამდვილად. ეს ნახოთ არის ჰაჯის ჰაჯის გოლი. გოლი. მაგრამ აი მე უკვე ვიცი. აი როგორც რონალდინიოს გოლზე გადავწყვეტეთ რომ მეკარის შეცდომა იყო საქმეში, აქაც ვფიქრობ რომ მეკარის ხო არა, აქ დაარტყა და კარგად დაარტყა და ძალიან შთამბეჭდავი გოლია, მაგრამ მარადონა ბურთს იღებს მოედნის ცენტრში, გაცდა მთელი ინგლისს და გააკ, რავი, რაღაცა შედევრი რა, გოლი რომელიც ყველას ნანახია. აკვანში ჩაწვენილ ფეხბურთის ფანსაც აქ ეს გოლი ნანახი. ულაპარაკოთ მარადონას გოლის შემდეგ ეტაპზე. ცხონებული. ცხონებული კი ბატონო. ჰაჯი ცოცხალია. არ ვიცი. კი, უჭველი კი. შემდეგი წყვილი არის ასეთი. ფაბიო კვალიარელას გოლი სლოვაკეთთან 2010 წლის და არიე ჰაანის გოლი იტალიასთან 1978 წელს. ეს არის კვალიარელას გოლი. ახე აქ რა. ძალიან მაგარი გოლი. აქ სასწაულს აკეთებს. თავზე გადაგდება ეგეთი პოზიციიდან ეგეთი დარტყმა. რავი, ანუ ძალიან იშვიათია რა. ეს არის გოლი. ჰაანის გოლი. აი ხა გამეორებას გამოჩნდება. ნახე. ეს ზართული არის. მართლა არის. ტექნიკურად ორივე არის, აი ამაზე მაღალი კლასის ტექნიკით რა უნდა შეასრულოს. ნახე, კვალიარელოს გოლში ძალა არის ზუსტად მოზომილი. ამან დაარტყა, აი რაც შეიძლება ძლიერად და შეიძლება ძლიერი დარტყმის გამო მოიჭრა ესე რა. შორეული დარტყმები ბევრი მინახავს. ჰანის ნაირებიც, ჰანზე უკეთესებით შესაძლოა, მაგრამ კვალიარელოს გოლი არის გაცილებით უფრო იშვიათი და ამიტომ მგონია რომ კვალიარელა უნდა გავიტანოთ. ჩემი ხმა ფაბიოს. მეც ფაბიოს მიცახავს და კვალიარელოს გოლს გავიყვან შემდეგ ეტაპზე. თუმცა არის ჰანის გოლიც რაღაცა სიგიჟეა. ანუ აქ ყველა ეგრე არის რეალურად, უბრალოდ სამწუხაროდ უნდა. ძალიან თული ასე 32 ისეთი გოლია არჩეული, რომ ხო, შემდეგი წყვილი არის კენეტ ანდერსონის გოლი ბრაზილიასთან 1994 წლის სოფლიო ჩემპიონატზე და ალბათ ყველასთვის ძალიან ცნობილი ბენჯამინ პაუერის გოლი არგენტინასთან ახლო ისტორია 2018 წლის სოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო გოლი. სხვა შორის 2006 წლიდან არის, აი ოფიციალურად ასახელებენ ტოპ-10 გოლს და მანამდე ეს არ იყო და აი მაგალითად 2018-ის პირველ ადგილზე მყოფი გოლი არის ეს. ეს არის ანდერსონის გოლი. ნუ თავიდანვე ძალიან კარგად ატყუებს. მაგარი ჩაწოდება და აი ანდერსონმაც კარგად გადაუგდო თავზე საკმაოდ. ეს არის პაუერის იმ ტურნირის საუკეთესო გოლი. ნახე აი რა დაატრიალა ეს არის მე მგონი ერთმნიშვნელოვნად პაუერი. ხელოვნების დონეზე არის. მე მგონი ულაპარაკოთ. ულამაზესი გოლი და ანუ აზრი არ აქვს აქ დავას. თან იმ ტურნირის საუკეთესო გოლი, იმ ტურნირზე თან ძალიან ბევრი კარგი გოლი. კი ბატონო. და მაინც ეს უდავოდ საუკეთესოა და თითქმის შეუძლებელი რაღაც. ერთს აქ პუშკაშის ჯილდო მოგებული. მეორეს და მეორე არის ყველაზე ემოციური კომენტატორული ფონის მქონე. პირველი არის ხამეს როდრიგესის გოლი ურუგვაისთან 2014 წელს და მეორე არის დენის ბერგკამპის გოლი არგენტინასთან 1998-ში. ისე ვიტყვი რომ 2014-ის გამარჯვებული ყავს. კაი, ჯერ მოდი. ანუ ეს არათუ იმ სოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო, იმ წელს ფეხბურთის საუკეთესო გოლი იყო. პუშკაშიც ეს ამხელა წონას მატებს. აი ეს არის ხამესის გოლი, მიიღო და არტყა და აი ხარიხას რომ მოხვდა და ესეთი მოძრაობა გააკეთა, ანუ
კიდევ მატებს სილამაზეს ჩემი აზრით. აი ეს არის ბერკამპის ჯერ საიდან ჩააწოდეს. ამან რა მაგრამ ეს ჩემთვის ბერკამპი რა. ნახე, გეტყვი რატო. ხამესის გოლი კი ლამაზია, მიღებაც კაია, დარტყმარი წარმოუდგენელი, მაგრამ ბერკამპი, ანუ ესეთი ბურთი, ანუ მოედნის ამ მონაკვეთიდან გაკეთებული პასი რო ჩამოიღო, კაცი მოატყო და კიდე ეგრე ახლო კუთხეში გაუტანო მეკარეს. არის წარმოუდგენელი შესაძლებლობები ის უნდა იყოს, რომ ეგ გააკეთო. და ამიტომ რა ჩემი ხმა ბერკამპს. იმიტომ რომ ეს ერთ მომენტში რამდენიმე ნაირად შენი ტექნიკის დემონსტრირება აუ შეიძლება ტექნიკურად ესეთ დახვეწილი გოლი რა შეიძლება ისე ბერკამპსო გატანილი ონია რომ იმდენად ბევრი ტექნიკური ნიუანსია და იმდენად დახვეწილია რომ მიუხედავად იმისა რომ ხამეშმა პუშკაში მოიგონე წელს დარწმუნებული ვარ ბერკამპის დროს რო არსებულიყო ეს ჯოდო ბევრჯერ მოიგებდა არა მარტო ერთხელ მაგრამ ეს გოლი მგონია რომ ხამესის გოლს ჯობია ორ რაღაცას ვიტყვი. პირველი რომ ჩვენ თქვით რომ კონტექსტს არ აქვს მნიშვნელობა, მარტო სილამაზეს ვსაუბრობთ და მართალია პუშკაშიც აქვს და სოფლიოს საუკეთესო გოლიც არის, მაგრამ იმ სოფლიოს 2014-ის, მაგრამ უნდა ვისაუბროთ ხოლმე სილამაზის გოლის და მე ტექნიკის დემონსტრირება რამდენჯერ მოხდა აი მათემატიკურად. სამჯერ შემთხვევაში სამჯერ ჩამოღება კაცის მოტყვა და დარტყმა. აქ იყო ორჯერ ჩემი აზრით. მიიღო და მაგრამ დაარტყა როგორ? ანუ დაარტყა როგორ, მაგრამ გაცილებით დახვეწილი გოლია ბერკამპია. მეც აი ბერკამპისკენ მიხრები. აი სანამ ნახავდი სიმართლე გითხრა ხამეს ვფიქრობ. მაგრამ არა ეს არის არა ქვეყნიური რამე რა. კი ბატონო. ჩემი ხმაც დენის ბერკამპის გოლს არგენტინასთან ახასიათებს. შემდეგი წყვილი არის ასეთი რობერტო ბაჯოს გოლი ჩეხოსლოვაკიასთან თუ ჩეხოსლოვაკეთთან 1990 წელს და მანუელ ნეგრეტე პირდაპირ გეტყვი თუ გინდა რომელი ჯობია მაგრამ ვნახოთ ეს არის ბაჯოს გოლი ძალიან კარგი გათამაშება და მე ბაჯომ თავისით აი ეს არის ძალიან მაგარი მოძრაობა ხო ეს არის ნეგრეტეს გოლი მოდი კომენტარს აღარ გავაკეთებ მეტად გარეშე მანუელ ნეგრეტეს გოლი ბელგიასთან ულაპარაკოთ აუ ესეთი გოლი ეგეთ გოლი გახსენდება ანუ თანამედროვე არა შემდეგი წყვილი არის ასეთი საკმაოდ დიდი დაშორება მათ შორის მარკოს კოლის გოლი საბჭოთა კავშირთან 1962 წელს და ტიმ კეჰილის გოლი ნიდერლანდებთან 2004-ში ეს არის მარკოს კოლის გოლი 1962 წლიდან ეს იმიტომ ავარჩიე რომ ერთადერთი კუთხიდან პირდაპირ გატანილი გოლია რომელიც ოდესმე გატანილია მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში დღემდე და თან გაუტანა ლევ იაშინს ხო აბა კონტექსტს არ აქვს მაგრამ კონტექსტს არ აქვს მნიშვნელობა ნუ უბრალოდ კუთხიდან არის ჩახვეული და ეს არის ტიმ კეჰილის გოლი ნუ ეს გვახსოვს ყველას ეს ერთი შეხებით მომენტები გაცილებით სამჭირო ხოლმე. ის გოლი, მარკოს კოლის გოლი მე მიყვარს მაგისთვის ხოლმე აი მათხოვარი გოლია რა. ან რანაირად გადის, ან გეუბნება დაცვა არ არსებობდა მაშინ, ანუ რანაირად შეიძლება ეგეთი ნელი ბურთი გავიდეს კარში, ანუ ან ახლო ძელის ჩაკეტვის ცნება არ არსებობდა. შეატარეს რა, ნუ აქაც ულაპარაკო ტიმ კეჰილის გოლი. შემდეგი წყვილი არის ასეთი, ვან პერსის გოლი ესპანეთთან 2014-ში და როდრიგესის გოლი დანიასთან 2002 წელს. ეს არის როდრიგესის გოლი. როგორც შენ თქვი ერთი შეხებით აქაც მაგრამ მეორე გოლიც ერთი შეხებით არის გატანილი ვან პერსის ძალიან ცნობილი გოლი ფრინავე ჰოლანდიელი გოლი როგორც უწოდეს მე მოდი მე ესე გეტყვი მე გოლების შეფასებისას შედარებისას ხშირად ვანჭებ ხოლმე უპირატესობას იმას რომელიც უფრო იშვიათია ხოლმე ან ვან პერსის ნაირი გოლი არის გაცილებით იშვიათ ვიდრე ეგეთ გოლი ბევრი მინახავს როგორც გაქვს როდრიგეს დანიასთან რა არის ორიენტირებული კასილიასი იმაზე რომ შეიძლება და ამას ეს თავით გაეკეთებინა რომ გამოდიოდა სანამ ვან პერსი ბურთს მიიღებდა გაისწორებდა რაღაცა გაცვლა უფრო ის ქონდა რომ შეიძლება დაესწრო რა ხელი შეეშალა იმ მომენტში ძალიან იშვიათია ესეთი გოლები და მეკარის შეცდომაზე აქ ნაკლებად არის ანუ აქცენტი, იმიტომ რომ კი დაუშვა მეკარემ შეცდომა, მაგრამ თავით აი ესეთი პარაშუტი დააწყდა და აი ესე ლამაზად ძალიან რთულია და თან გადახტა. გადახტომასაც ჯერ ესეთი გამბედაობა უნდა და მე დარტყმას. ანუ ორივე სხვა ვანპერს. კი, ვანპერსის მიცო მეც ხმას კი ბატონო. მიხარია რომ ნიდერლანდელები შორს მიდიან. აქ მაინც გავიდნენ სადმე. აქაც ფინალს წააგება. კარგი, შემდეგი წყვილი ასეთი კუბიასის გოლი.
შოტლანდიასთან 1978-ში და კამბიასო სერბეთთან, ну მაშინ იყო სერბეთი და მონტენეგრო 2006-ში. აი ეს არის კუბიასის ჯარიმა. ჯარიმას გააჩნია. ჯარიმა და ჯარიმას აქ ეს არის ტრიველათი გატანილი, შემოატარა ბურთი. ცოცხალ კედელს. რაღაცა სხვა განზომილება. ძალიან მაგარი გოლი გაიტანა. ეს არის კამბიასოს გოლი. სადაც კამბიასოს მიუძღვის ყველაზე ნაკლები წვლილი. ძალიან მაგარი კომბინაცია. დახატეს 2006-ის ათეულშიც ანუ ისე უკვე ბევრჯერ ვახსენეთ და იგივე მიზეზი, მაგრამ აქ კიდე დამატებით ის რომ ტრიველათი ჯარიმა. ერთ ტრიველა ხო, ანუ ძალიან ცოტა ფეხბურთელს შეუძლია მაღალ დონეზე ტრიველას შესრულება. ერთი ვიღაც ვისაც შეუძლია, მალე იქნება იმის გოლი აუცილებლად. ტრიველათი ჯარიმა არათუ არ გასულა. ანუ რამდენად ფეხბურთელმა გაბედა საერთოდ ტრიველათი ჯარიმის დარტყმა. ძალიან უპრეცედენტო რამეა. ალბათ ძალიან ბევრი უნდა ივარჯიშო, რომ მე იკავო, ანუ ექნიკის რაღაც აპოთეოზია ეგ გოლი რა. ერთხმად კი, ანუ კამბიას კი კაი გოლია, მაგრამ შედარებაც კიდევ მეტია ამ ორი გოლის მეგონი კუბიასი იმდენად წინ არის. შემდეგი წყვილი არის ანატოლი ბიშოვიცის გოლი 1970 წელს ბელგიასთან და რიშარლსონის გოლი სამხრეთ კორეასთან 2022 წელს. ხო, ოღონდ სამხრეთ კორეასთან და არა სერბეთთან, ეგეც იქნება ოღონდ ცოტა მერე. ეს არის ბიშოვიცის გოლი. ну რობენის სტილში შეტეხა მანსაიდ ჯუნიდან მარცხნივ და აიტანა ცხრიანში. ეს არის რიშარლსონის გოლი. ხო, ანუ აქ თავით აკენწვა, ანუ 4ჯერ აკენწვა. მერე კარგი პასი გააკეთა და ეს ძალიან მაგარი იყო გატარება და ნუ კომბინაცია ძალიან ბიშოვის გოლი კაია, ნამდვილად გამორჩეული გოლია, მაგრამ ბიშოვის გოლი არის აი ბოლო წლებში ყველაზე ჟოგა ბონიტო და ჯინგა გოლია, რაც კი გასულა. აი ესეთი გოლების გამო უყვარს დიდწილად ბევრს ბრაზილია და ზოგადად ფეხბურთი გოლია. აქ თამაში ყველაზე ბრაზილია იყო ეგ ხო, ანუ დირა და მართლა ძალიან ჟოგა ბონიტო მომენტია და გოლია დაეწყოთ ესენი და ცეკვები და რაღაცები, ალბათ მეტი შანსი ხო და ამიტომ გონია რომ ბიშოვიცის გოლთან უეჭველი რიშარლსონი. მეც გეთახვევი და მარტივად მოვაგებინოთ ახლა რიშარლსონს ამ წყვილში. შემდეგი წყვილი არის ჯოვანი ვან ბრონქჰორსტის გოლი ურუგვაისთან 2010 წელს და ლასლო კისის გოლი ელ სალვადორთან 1982-ში. ერთი რაღაც აღნიშნა მინდა რომ ბრონქჰორსტის გოლიც, კვალიარევას გოლიც და ასევე კიდევ ერთი გოლი რომელიც ცოტა ხანში იქნება არის ჯაბულანით გატანილი 2010 წელს. რომელიც ემთხვევა იმ არხის სახელს, რომელიც უნდა დაასაბსკრაიბოთ ვიდეოს დასრულების შემდეგ. არა, ბარემ ეხლა ეხლა შეგიძლია. რატო დაელოდო? აი ეს არის ბრონქჰორსტის გოლი. ну ბრონქჰორსტის გოლი ყველას ნანახია. ხო, 2010 წლის სოფლიოზე ჩემი აზრით საუკეთესო იყო ეს. აი ეს არის ლასლო კისის გოლი, მოკლედ საკმაოდ შორი დისტანციიდან თავზე გადაუგდო მეკარის. მაგრამ ну აქ დავა ალბათ აღზევს. ხო, მეც არ შეგედები ვან ბრონქჰორსტი ერთ პიროვნულად გაცილებით კარგი გოლია. შემდეგი წვილი არის ასეთი ზიკოს გოლი ახალ ზელანდიასთან 1982-ში და მაქსი როდრიგესის მექსიკასთან 2006-ში. როგორც ვთქვი 2006-დან იწყება აი ტოპ-10-ის გაკეთება ოფიციალურად და აი მაქსი როდრიგესის გოლი 2006-ში დასახელდა ყველაზე მაგარ გოლად. ეს არის ზიკოს გოლი მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდება და ძალიან მაგარი დარტყმა ვოლი. მაგრამ ეს უკვე არის სხვა დონე ალბათ რაღაცა მაქსი შვენება იმ ჩემპიონატში. ძალიან მაგარი გოლი, ძალიან მაგარი გოლი. ალბათ ბევრი არ უნდა ვიდაოთ ამაზე. მაქსი რა თქმა უნდა. უეჭველად მაქსი. კი. ბოლოს წინა წყვილში ერთმანეთს ხვდებიან ჯოფ ჰარსტის გოლი. დასავლეთ გერმანიაში. ეს არის მისი მესამე გოლი. არა ის გოლი, რომელიც ჯერ ვერ შეთანხმდა კაცობრიობა გავიდა თუ არა. ის გოლი არის 1966-ში. და რიკარდო კვარეჟმას გოლი ირანთან 2018-ში, როგორც ვახსენეთ, ტრიველა კიდევ ერთი გამოვიდა. დიტო სტატი იქნებოდა ასე. კი ბატონო. ალბათ ყველა ხსოვს და არავინ რო აღარ ყავს, აი დაახლოებით ეგეთი მომენტი არის აქ და. რთულია ადეკვატურად მოგეჩვენოს 60-იანი წლების ფეხბურთი 2023 წელს. ეს არის ნუ კვარეჟმას გოლი და შეგვიძლია დავტკბეთ, ნუ ძალიან მაგრა ჩაახვია. ნუ ესეთი ტრიველები, ამით არის ცნობილი ეს ფეხბურთი. ცნობილი და მაგრამ მაინც სოფლიოზე რო გააკეთა, ეგ უკვე ორმაგად მაგარია. ნუ იმ სოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი დასახელდა. ათეულში ცხადია იყო. ხო, ნუ ჰარსტის გოლი კონტექსტის გარეშე კარგი გოლია, მაგრამ კვარეჟმას გოლი გაცილებით კარგი. ეროვნულად აქაც იმარჯვებს.
და დადგა პირველ რაუნდში ბოლო წვილის დრო. ეს არის ჯოუ კოულის გოლი შვედეთთან 2006 წელს და ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო გოლი. რიშარლისონი ამჯერად სერბეთთან. ეს არის ჯოუ კოულის გოლი, რომელიც არ მახსოვდა სიმართლე გითხრა და რომ ნახე, ანუ არანორმალურია. არ ვიტყვი რა დამემართა, მაგრამ უცენზურა და შეიძლება. მე მგონი, რიშარლისონის გოლი ძალიან კარგად გახსოვს, მაგრამ ხო, ესეთი მაკლატელები შვიათია შედარებით, იმიტომ რომ თავადვე აიგდო ბურთი, გაიჩერა და ისე დაარტყა, ანუ თან ადგილიდან გოლი უკვე იყო მანამდე. აი, ეგეთ სტილში დაახლოებით რონალდინიოს აქვს, ანუ საყდენი ფეხთან გადანილი ბარსელონაში ატყდა. ხო? გონი ვილიარეალთან. ხო, არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ კი, ლამაზია. ბოლო ჩემპიონატის საუკეთესო გოლზე დასახელდა, მაგრამ ჩემი ხმა ჯო კოულს, იმიტომ რომ ერთ რამეს გაცილებით თვალსასეირო იყო ის გოლი კოულისგან, ვიდრე რა თქვი? თვალსასეირო. რა თვალსასეირო, ბიჭო, რა სიტყვა, მართლა რა სიტყვა კაცი. რა თვალსასეირო, ბიჭო, არ გაგიგია თუ რა. არა, ანუ მივხვდი. არა, აი ქართულის გაკვეთილზე არ მჯდარ ხარ შეჭირა. ბიჭო, გასაგებია რასაც ნიშნავს, მაგრამ რა თვალსასეირო. თვალს ისია მოუნა, თვალსასეირო. აი მე რა უნდა მეთქვა? რიშარლისონის გოლზე ერთი არის რომ ვინისიუსმა ჩააწოდა ტრიველათი და ეგეც მატებს რაღაც ღირებულებას ჩემი აზრით. ხო, მაგრამ კოულის გოლი უფრო სიგიჟეა რა. ხო. ტრიველა რომ ჩააწოდა ვინისიუსმა, ამანის ბურთი მიიღო და თითქოს დარტყმის წამამდე ყველა ელოდება და იცის რა მოხდება. ანუ ლოგიკურია რომ რიშარლისონი მაგას გააკეთებს იქ და კოული სადღაც შუა მოედნის ფლანგიდან რო გადაწყვეტს რომ აქედან მე ახლა დავარტყამ და გააკ გოლი. მე მგონი ეს მატებს გაცილებით სამიხდაობას რა და ამიტომ მგონია რომ კოული მეც ჯოუ კოულს მოვაგებინებ. მაგრამ უცნაურია რომ რიშარლისონის გოლი სამხრეთ კორეასთან გავიდა შემდეგ ეტაპზე და რიშარლისონის ეს კონკურენციის ბრალია თორე. გადავიდით შემდეგ ეტაპზე და ამ ეტაპზე აღარ ვნახავთ გოლებს, თორემ ნახეთ და უბრალოდ განვიხილოთ. ეს არის უკვე გამოდის მერვედ ფინალი, იმიტომ რომ 16 გოლი დარჩა. ნახოთ აბა პირველი წყვილი. ჯოახიმ სტრაიხის გოლი ავსტრალიასთან და პროსინეცკის იამაიკასთან. აქ მე პირდაპირ მაქვს აზრი. ჩემი აზრით პროსინეცკის გოლი არის აქ უკეთესი, იმიტომ რომ აი ეს მოძრაობა რო გაათამაშეს, იმიტომ რომ მოატყუა. ძალიან მაგარი მოძრაობა, ანუ ძალიან ლამაზი როცა უყურებ და მე საჯარიმოს ესეთი კუთხიდან რომ გადაუგდო თავზე მეკარეს, ეგ კიდე ცალკე ტექნიკური მას მოითხოვს და. ხო, მეც გეთანხმები. ძალიან მაგარი. სტრაიხის გოლი ძალიან მომწონს. კი, არა, მაგრამ ყველა გოლი მაგარი აქვს. პროსინეცკი. კი. შემდეგი არის ძალიან რთული წყვილი. ედმილსონი კოსტა-რიკა და დიეგო მარადონა ვს ინგლისი. აი აქ უკვე დავდივდი. მე მოდი გეტყვი ესე. ედმილსონზე წეღანაც ვისაუბრეთ, რომ აი წამის რაღაც მეესედი დაჭერილი რომ ეგ გოლი გასულიყო, ხო? აი მარადონას შემთხვევაში გაცილებით თულ და ულის შემძვრელად წარმოუდგენელ რამეს აკეთებს დიეგო ვიდრე ედმილსონი. წყებს მოძრაობას მოედნის ცენტრში, გაცდა რამდენი ინგლისელს. ანუ მან არ არის მომენტი რომ ოდნა უნდა გაგიმართლოსო ფულს ფეხი მორტყა რაღაცა. ეს არის სოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ბევრისადრის საუკეთესოს და უდაოდ ერთ-ერთი საუკეთესოს მიერ თავისი შესაძლებლობების გამოვლენების საუკეთესო მაგალითი. მაგაზე დავფიქრდი, რომელი გოლი იყო უფრო რთული? ცხადია, უფრო რთულია მოედნიდან ცენტრიდან წამოიღო ბურთი და საჯარიმომდე მიხვდა და გაიტანო, ვიდრე იქ ფეხი მოარტყა, რაც არ უნდა აკრობატული იყოს საჯარიმოში. აი, მეც მე გოლი გეთანხმები და მარადონას მიცემ მეც. მარადონა. კი ბატონო. იგო შემდეგი დავწერე. მე და ედმილსონი თუ ცოცხალი. თუ არ არის ცოცხალი რიპ. უკვე ძალიან ესე ვთქვათ ახლო წარსულიდან გვაქვს ეს წყვილი, კვალიარელას გოლი სლოვაკეთთან და ბენჯამინ პავარი არგენტინასთან. ორივეში არის აი ტექნიკური შესაძლებლობების გამოვლენის აი ზენიტი რა, აი ძალიან მაგარი, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, აი განსაკუთრებით ის გამეორება უკნიდან რო აჩვენებენ პავარის გოლს, როგორ მოარტყა ბურთს ფეხი, რომ ასე სწრაფად ტრიალებს ბურთი, ესე დაბზრიალდა და დარტყმს რო ასრულებ. გინდა რომ ზუსტად ის მოხდეს, რაც მან მოხდა. იდეალურ შემთხვევაში, აი მაგას უკეთესად ვერ დაარტყა. რა ვიცი, აი პავარის გოლი არის ჩემთვის ტექნიკურად
ძალიან მაგარი გოლი აი და ძალიან ლამაზი და მე ამიტომაც პავარს მიცემ ხმას. მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ ჯაბულანით არის გატანილი კვალიარეალის გოლი. პავარის გოლი კი ტექნიკურად ძალიან დახვეწილია, მაგრამ კვალიარეალას იმ მომენტში ის კლასი რაც გამოავლინა და როგორი გოლიც გაიტანა. ჩემთვის უფრო ფასობს ვიდრე პავარის მიერ იმ მომენტში გატანილი ბურთი. შესაბამისად მე კვალიარეალას ვაძლევ ხმას და ჩვენმა იდუმალმა წამყვანმა გადაწყვიტოს ამ რაუნდში. ბატონო წამყვანო, თქვენი აზრით რომელი უკეთესია კვალიარეალას გოლი თუ პავარის გოლი? მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ტექნიკური შესრულება სჭირდებოდა კვალიარეალას გოლს, ну, ჩემზე ბევრად უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, როდესაც პავარის გოლი ვნახე. ну, ისიც განაპირობებს, რომ ლაივში ვუყურებდი მაგ ყველაფერს, მაგრამ ხო. კვალიარეალას გოლიც რომ ვნახე, მაინც პავარის ემოციები უფრო სხვა იყო ჩემთვის და უფრო ლამაზად მეჩვენება. პავარმა არა ძალიან რთულია ესეთ რთულია. მაგარ გოლებს შორის არჩევა. და ეხლა არის ისეთი წყვილი, რომ მე მართლა არ ვიცი რომელს უნდა ვიცე ხმა. არ მინდა. ანუ ეს არის ჩემთვის თითქმის ფინალი. იმიტომ რომ ბერკამპი ნეგრეტი. ანუ მე თან შეასპი. კეთო. ნეგრეტეს გოლი ადრე მქონდა ნანახი და მე როცა ამ ვიდეოსთვის ვიძიებდით კადრებს, მეგონება პირველად ვნახე, იმიტომ რომ აღარ მახსოვდა და ანუ ისე გამიკვირდა რომ აი ეგეთი გოლი როგორ შეიძლება გაიტანო. თან დროსაც ვაქცე ყურადღებას 1986-ში გავიდა. მაგ დროს უკვე კარგად იყო ყველაფერი კი ფარტუკები და ისინი მზარეულები არ იყვნენ, მაგრამ მაინც კარგი მარადონა არსებობს. ხო, უკვე მარადონა არსებობს, მაგრამ მაინც მაგრამ ეგ კაი კონტექსტი როგორც ვთქვით მოვაშოროთ და მარტო სილამაზე ანუ არ ვიცი რა ძალიან მაგარი გოლია და ბერკამპზე კიდე ვილაპარაკეთ აი მართლა ჯერ ახლა ვიხდები ცოტა ხანია დავფიქრე ვა არ მინდა არჩევა მაგრამ ხო ანუ არ მინდა შენ მითხარ მე ნეგრეტეს ვფიქრობ მე სენტიმენტები მაქვს უფრო ბერკამპის გოლთან მაგრამ აი სუფთა ობიექტურად ვარშიო ნეგრეტეს გოლი მეც რო ნახე ამ გოლების მოძიებისას აუც ის აქამდე როგორ არ მქონდა ნანახი მე აი ზუსტად წარმოუდგენლად მაგარი გოლი გააქვს და ანუ ძალიან არ მინდა ბერკამპი გამოგვეთიშოს მაგრამ ჩემი ხმაც მანუელ ნეგრეტე უნდა გავიდეს ამათ შორის მიუხედავად იმისა რომ როგორც ეხარო აი დავაჭირო ხო მიუხედავად იმისა რომ როგორც წინაზე თქვი აი ბერკამპი ტექნიკის მრავალმხრივად გამოვლენის რაღაც წარმოუდგენელი მაგრამ ამან ერთხელ ქნა, მაგრამ ისეთ იქნა, რომ იმ სამსაც ჯობია და ალბათ არ ეწყინება ბერკამს, ალბათ ყვაპატიებს. და გვაქვს დაპირისპირება, სადაც ერთი და იმავე სოფლიოდან მოვიდა გოლები, ტიმ კეჰილი და რობინ ვან პერსი. მე მახსოვს, როცა 2014 წლიდან რომელი გოლები აგვერჩია, რობს ჯელობდით მე და შენ, მე მაგალითად ტიმ კეჰილის წამოწევა მინდოდა, რომ ერთ მომენტში განიხილებოდა, რომ საერთოდ არ ჩაგვეცდო, მაგრამ მინდოდა ჩასმადა. აი ხა გამოდი განვიხილოთ კიდევ ერთხელ. აზრი არ შემიცვლია მე ამ წვილზე დიდად. თამბირტავია კეჰილი, მაგრამ ამ ორ წვილში ვან პერსი. პირველ რიგში ის რომ მე ხო თქვი ხამესის გოლზეც რომ აი ხარიხიდან რო გადის გოლი ჩემთვის ექსტრა სილამაზეს ხმატებს კი აი ტინკეჰილის შემთხვევაში ეგრე არის ორივეგან არის ერთი შეხებით გატანა მაგრამ ჩემი აზრით ტინკეჰილის გოლი უფრო ლამაზი იყო სანახავად აი მე სილამაზით ტინკეჰილი უფრო მომწონს უფრო ეფექტს ახდენს ჩემზე და ისევ ბატონო ვან პერსი და გადაწყვიტე იდუმალი წამყვანი დავაკვირდი პირველად რომ ნახე ვან პერსის გოლი ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რა თქმა უნდა მაგრამ აი გამეორებაზე რომ ნახე და აი დავაკვირდი რომ ის გადახტომა უბრალოდ იყო გაფორმება და მე გადახტა ეგ გაფორმება ეგ რაღაც წუნს მატებს ჩემს თვალში და კეჰილს ავირჩევ კარგი გადაწყვეტ ტიმ კეჰილი გავიდა შემდეგ ეტაპს ნიდერლანდელები გამიცხრილეს ძალიან ხდება გული ახლა რეალურად ვიღაც შეიძლება ისტორიაში საუკეთესო გოლი იყოს ბერკამპის გოლი ძალიან თავისუფლად და ვერავინ ვერ შეედავა უკეთეს ფორმატი უბრალოდ ვერ მოვიფიქრეთ სოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო გოლის გადასაწყვეტად ეხლა ჩვენ რას ავარჩევთ ბოლოს ეს არ იქნება რა თქმა უნდა ჩემთვისაც არ იქნება არც ამისთვის არ იქნება ეს მოითხოვს ასეთ ბრუტალურ გადაწყვეტილებებს მიღებს აი ამ წყულში ჩემი აზრით გადაწყვეტილება მარტივი არის, იმიტომ რომ პუბილიასის ჯარიმა წერან ვაქეთ შოგაბონიტოები, მაგრამ
სადღაც სრულდება. კუბილასთან სრულდება ის თავით კენწრები და პირველად ჯარიმა ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ცხადია ყველაფერს მირჩენია ამ შემთხვევაში რაც რიშარლსონს გაუკეთებია. შემდეგი წყვილი არის ბრონქჰორსტის გოლი ჯაბულანი და მაქსი როდრიგესის გოლი. ჩემთვის პირადად აქ მარჩევანი არ არის რთული, ანუ მარტივი არ არის, მაგრამ მოიცი პასუხი მოკლედ ასე ვიტყვი. ჯაბულანი კი. ჯაბულანი იმიტომ რომ ძალიან შორიდან იყო, ცხრიანში იყო. ერთი შეხებით გაისწორა და დაარტყა. აი, ორი შეხები, მაგრამ დაარტყმა იყო ერთ შეხებით. მიწიდან რო დაარტყა მაგას ხულგა, მიწიდან რო ესე ძლიერად გაუშვა, ან მაქსი როდრიგესი უთავს ვოლის. მიიღო მკერდი დაარტყა. მაგდოს უფრო მარტივია რომ ძალა მისცე ბურთს, ვიდრე მიწაზე რო დოს და იგრევე დაარტყა. ბავშვობაში ხშირად გეცდია ცნობილი გოლების გამეორება და მაგალითად ბრონქჰორსტის გოლიც მიცდია და ანუ შეუძლებელია ეგრე სწორხაზოვნად დაარტყა ისე რომ ცხრიანში გაუშვა. მე ბევრს აღარ ვისაუბრებ გეთანხმები ბოლომდე. ერთი ნიდერლანდელი ხომ და გავიყვანო შორს რა. ჯოან ჟაგაბანი თანისა. ბოლო მერვედფინალური წყვილი კვარეჟმა და ჯოუ კოული. მე მგონი აქაც მარტივია. აქაც არ არის რთული ჯოუ კოულს ვიტყვი. კოული. კი. ისევ და ისევ რაც ვილაპარაკე. კვარეჟმის ეფექტი ტრიველას ველოდი. მაგრამ კონტექსტი უნდა გამოვიწყოთ რეალურად კვარეჟმა გაიტანა ეგ ფაქტი. კი, ტრიველათი გოლი ყოველთვის განსაკუთრებულად ლამაზია. არა ჯო კოულზე წეღანაც ვისაუბრე რომ ჯო კოული იმ მომენტში სადაც იღებს ბურთს და როგორც ასრულებს მაგალითად ჯო კოული. კი ბატონო. გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე, მეოთხეთ ფინალები უკვე 8 გოლი დარჩა და მეში დავიწყეთ. პროსინეცკი იამაიკასთან და მარადონა ინგლისთან. აი ხა დარწმუნებული ვარ და ვიდეოს დარჩენილი დრო ესე ჩუმად ვისხდებით ფიქრში. ძალიან რთულია. იმიტომ რომ აი რითი უნდა შევაფასოთ. სილამაზით ალბათ რაღაცა ეგეთი. ლაივში არც ერთი არ მაქვს ნანახი, მაგრამ მოდი ესე ვიტყვი. პროსინეცკი არის უფრო დროში, უფრო შეზღუდული მომენტი, მალე ხდება რა. კაცატყუებს დაარტყა და ჩაახვია რა. აი, რო წარმოვიდგინო ახლა 86-ში ლაივში რომ ეყურებინა, როგორ იწყებს დიეგო მოძრაობას, როგორ ატყუებს და მთელი ეს მოლოდინი რომ მიდის და კარს უახლოვდება მართლა გაიტანოს, რაღაც გაცილებით სხვა ემოცია და უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა რა. ეგ აი არგუმენტი იყო რომ დიდხანს გრძელდება რასაც აკეთებს და რისთვისაც არის მაგარი გოლი. რთული არჩევანია, თან განსხვავებული გოლები ამ შემთხვევაში ბევრ გოლი გავდა ერთმანეთს. კი, ბევრად განსხვავებულია კაცო. ეხლა ძალიან განსხვავებული გოლებია რა. მაგარი რა ვიცი? ჩვენ ლაპარაკობდით გოლების იშვიათობაზე. ამ გოლებიდან რეალურად ორივე არის უიშვიათესი. ხო, რა ხშირად არის. ერთი მოხდა გოლები. ერთხელ კიდე ანკარა მესის სახით. არა, მაგრამ ატენ ბენარფამ გაიტანა. ხო, ბენარფას გოლის გაიტანა ეგეთი. ხუჩო კვარაცხელიას გოლის სასუოლოსთან. ანუ ჰიუმინსონის და კვარას გოლები ცოტა სხვანაირია, ანუ აქ მომენტი არის რომ ბევრს ატყუებ ერთდროულად და სონი უფრო სწორხაზოვნად მირბის და სიჩქარის ხარჯესდება. ეს იმენა ატყუებს ყველას, ვინც წინ შეხვდება. ეგ კიდე სხვა უნდა სონმა დაიჭირა კონტრშეტევაზე და ამან პროსტა აიღო ბურთი და ეს კიდე სხვა მომენტი. ამან ყველა მოადა, ვერავინ ვერ გააჩერა უბრალოდ. სონზე შეიძლება ვთქვა რომ პროსტა ვერ დაეწივნენ, იმიტომ რომ გაასწრო. პროსტრაფი. კვარა მოატყუა ორი ფეხბურთელი. და მე იქ წინააღმდეგობა აღარ გაუწეს, იმიტომ რომ დაცვაში ჩადგნენ და ეს დაელოდა მომენტს და სწორ მომენტში დაარტყა და ამას მოუწია მთელი გუნდის მოტყუება. ისევე როგორც ბენარფას, ისევე როგორც მესი და ასე რომ დიეგო. კაი. დიეგო მარადონა. პავარი და ნეგრეტე. მე მარტივად გიტყვი. ხო, მეც მარტივად ვიტყვი, რომ ნეგრეტეს გოლი არის. ნეგრეტეს გოლი აშკარად. ანუ რაღაც საოცარი. ანუ ერთმანეთს გავს საჯარიმოს გარედან აკრობატულად ერთი შეხებით, მაგრამ ეს უთხრავს უბრალო გოლის, ეს მაკრატელას, ეს რაღაცა რთულ მომენტში აწვდის ნეგრეტეს პასს და ნეგრეტე. ძალიან მიჭირს პავარის ესე მარტივად გამოდგება, მაგრამ სადღაც უნდა მომხდარიყო ალბათ და ნეგრეტესთან უნდა მომხდარიყო ალბათ ვინმესთან შეიძლება. თუ დააკვირდი ნახევარფინალში ვინ ეჯახებიან? კაჩი. არ მინდა მაგაზე ფიქრი. შემდეგი მეოთხეთ ფინალური წყვილი. სადამდე ათრევ ხა კეჰილს მითხარ. ჰა? აი ამაზე ფიქრო. აი არა. აი რა. კი. კუბილასის რიველოთი ჯარიმა ძალიან მაგარია და სამწუხაროდ იმ კეჰილის გოლი ვერ აჯობებს სადაც.
გავს ეს გოლები. მე მგონი მაქვს არჩევა. მე ბროკორსტი. მეც ბროკორსი ხმას. არ არის აქ ჯაბულანისადმი მიკერძოება უბრალოდ ძალიან მაგარი გოლი. ორივე რაღაცით გვანერთმენს, მაგარი გოლია ორივე, მაგრამ აი ეს ბროკორს რაღაც ტყუიასავით უშვებს რა. ძალიან მაგარი. ანუ თითქოს ისევ იგივენაირად მიზანში რო დააჭედებს ზუსტად ისეთი გოლი. რეალურად მაქსი როდრიგესთან შედარებას გავს. იქაც კერდით მიიღო ჯოკოვმა და აქ ამან მიწიდან დაარტყა და ეგ ჩემთვის უკვე მატებს რაღაც ბროკორსტი რა. გადავედით ნახევარფინალურ წყვილებზე და პირველ ნახევარფინალურ წყვილში რაც არ უნდა გასაკვირი იყოს დაждდა ერთი და იმავე სოფლიო ჩემპიონატთან გოლი 1986-ის მარადონა და ნეგრეტე. აუ ჩემი ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იყო ამ ვიდეოს გადაღება. ამოიღო ბოლომდე გავიდა და ეს ამან დაარტყა პროსტა. და ვიდი და შეედავე. აქ არის ამ ორივე გოლზე უკვე პრინციპში ბევრი ვილაპარაკეთ. ხო აქ ლაპარაკს სუბიექტურ რო გადავწყვიტოთ ჩვენ გემოვნებაში რომელი უფრო ჯდება. ჩემს გემოვნებაში ნეგრეტე უფრო ჯდება. მეც მგონია რომ სოლოგრები ძალიან მიყვარს. მაგრამ ავი რა ნეგრეტეს გოლი პროსტა რო ნახე აი რაღაცა ძალიან ეხლაჭთაბეჭილების ქვეშ. ანუ ფინალში გადის მანუელ ნეგრეტე? ძალიან დიდი ბოდიში მარადონასთან სონა იყოს, მაგრამ და მარადონას ბევრ ფანთან რომელიც თulis რომ სოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ეს არის საუკეთესო გოლი და მართლებიც არიან, ანუ ვერავინ ვერ შეედავება. უბრალოდ რა ვიცი, ჩვენი აზრით ნეგრეტეს გოლი მხოლოდ სილამაზით, ანუ აი უბრალოდ გოლი როგორც გოლი კონტექსტის გარეშე ჯობია მარადონას. თორე მემკვიდრეობა რო ცხადია იმ გოლს მეტი აქვს, ეხლა მაგას არ ვაფასებ. ის ფაქტია ნეგრეტეს გოლი არ გვახსოვდა და ფაქტობრივად პირველად უყურეთ უკვე ბევრს მარადონას გოლი მართლა ყველა მიწა. შემდეგი წყვილი არის კუბიასი და ბრონქოსტი. და მე აქ ისე რთულად არა როგორც ნეგრეტე მარადონას. არც მე მგონი. 3-2-1 ბრონქოსტი. კი ბატონო. ხო, მოდი ცოტას განმართავ რა ამაზე, ანუ ალბათ. კი, წეღან მაგალითად კვარაჟმას გოლი აღარ ავრჩიეთ. ნუ ტრიველა შთამბეჭდავია და კარგია, მაგრამ ამ შემთხვევაში რა აქვს საერთო ამ გოლებს? ის ჯარიმა კი იყო და ის თამაშთან იყო, მაგრამ ორივე მომენტში ბურთი იყო სტატიკურ მდგომარეობაში. ხო, მიწიდან. ამან ტრიველთან ატმონა შედარებით ახლოდან ურტყამს და დარტყმა ეგეთი ძლიერი არ ყოფილა ტექნიკის ხარჯზე. ის რაღაც ყუმბარისებური დარტყმა მიწიდან პირდაპირ წვენში თან გაცილებით ჩორიდა მიდერ კუბილიასი ჯოვანი ვან ბროკორსტი. მეც მაგას დავამატებ რომ კვარაჟმას გოლისგან კუბილიასი იმით განსხვავდება, იმიტომ შეიძლება მერჩინოს რომ მიწიდან არის უფრო რთული გასატანია, პირდაპირ ტრიველა დაარტყა. იქ ცოტა მოძრაობდა ბურთი და დინამიკაში. და რაც შეეხება ამ წყვილს, რაც თქვი მოკლედ ყველაფერში გეთანხმები რა. და გვაქვს გრანდიოზული ფინალი, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მანუელ ნეგრეტეს გოლი ბულგარეთთან 1986 წელს და ვან ბრონქოსტის გოლი ურუგვაისთან 2010 წელს. აბა ის. წარმოუდგენელი თულია, მაგრამ მოდი ესე კითხე. რამდენი გოლი გიყავს ნეგრეტესნაირი? არ მინახავს. ალბათ არა, ხო? ვან ბრონქოსტის მსგავსი ეგეთი სტილის. არ მინახავს არც ვან ბრონქოსტის. ანუ რაღაცა მსგავსები მაინც რა. იმ პოზიციიდან საიდანაც ამან გაიტანა არ მინახავს. მე ვიცი რა, მე ნეგრეტეს ვაძლევ ხმას. იმიტომ რომ რა არის იცი? აქ უკვე რაღა უნდა ვილაპარაკო. კი, ძალიან ნეგრეტეს გოლი ეხაც გულში მაგ ჩარჩენი. ძალიან არ მინდა რომ აქაც ნიდერლანდებმა წააგოს ფინალი. გძნობდი რომ ეს მომენტი მოვიდოდა. აქაც ფინალს წააგებდა. მაგრამ ბევრჯერ ახსენე თუ სუბიექტურ მიდგომებს უკან დავტოვებ, რავი, აი თითქოს გაცხადებული ვით იყო რომ ვიწყებდით. საბოლოო 32-ის შერჩევას, აი ნეგრეტე ისეთ ფავორიტი იყო. იმდენად უსწრებდა ყველას დამეჭდავით, რომ საბოლოოდ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით იმარჯვებს მანუელ ნეგრეტეს გოლი ბულგარეთის წინააღმდეგ 1986 წლის მექსიკის ჩემპიონატზე. გადავწყვიტეთ ასე თუ ისე, რომელი არის სოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო გოლი ჩვენი აზრით. ძალიან რთული იყო რა თქმა უნდა ამის არჩევა. ის ხერხიც რაც მოვიფიქრეთ ამის ასარჩევად, ანუ შეიძლება არ იყოს ყველასთვის მისაღები, უბრალოდ ჩვენ შევჯერდით ამაზე როგორც ყველაზე ობიექტური გზა. მაგრამ რეალურად შეიძლება იყოს ბევრად უკეთესი გზებიც ამის საპოვნელად. შეიძლება ბევრად უკეთესი გოლები გამოგრჩა, რომელიც არ ჩავსვით
არ ვიცი. შეგიძლიათ ეგ ყველაფერი გითხრათ, არ არის პრობლემა. ჩვენმა არჩევანმა დარწმუნებული ვარ, ბევრში წენა გამოიწვია, იმიტომ რომ ბევრს აქვს ფავორიტი, მაგრამ აქ გადავწყვიტეთ ყველა ის კონტექსტი, ყველა ის ემოცია, რომელიც სოფლიო ჩემპიონატის გოლებთან არის დაკავშირებული, გამოგვერიცხა და სილამაზით აგვერჩია და შევჯერდით ამ გოლზე და მე კმაყოფილი ვარ ჩვენი არჩევანი და მიხარია რომ თან ის გოლი გავიდა პირველზე, რომელიც არ მახსოვდა მე პირადად სანამ დავიწყებით მუშაობას. აი მეც ეგ უნდა მეთქვა, რომ აი ყველანაირი ემოციური კავშირი აქ გამორიცხულია ჩემგან. რა თქმა უნდა დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით რომელია სოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო გოლი. ძალიან საინტერესო იქნება. თქვენც ეცადეთ რომ კონტექსტი და ემოციები გამორიცხოთ და მარტო სილამაზით იმსჯელოთ და ეს არის ჩვენი ვიდეოს დასასრული, იმედია მოგეწონათ. თუ მოგეწონათ, რა თქმა უნდა დაალაიქოთ და გამოიწვიოთ ჩვენი არხიც და მომავალ შეხვედრამდე. არხი ჯაბულანი გემშვიდობებით. ნახვამდის.